Წამოიდგინეთ, რომ თქვენივე მეზობელი ან ბატონი ქიდით მონად უცხო ქვეყანაში. ეკლესიები დუმს, კანონი კი არ არსებობს. 1540-იანი წლებია, დასავლეთ საქართველო. ოსმალეთის გალერეები შავი ზღვის სანაპიროსთან დგანან და ქართულ ბავშვებს ელოდებიან, თავადები კი ოქროს სანაცვლოდ საკუთარ სისხლსა და ხორცს ყიდიან. ამ დროს ჩნდება კაცი, რომელმაც ხმალზე მჭრელი სიტყვით ათასობით სიცოცხლე იხსნა. კათოლიკოს პატრიარქმა ევდემონ პირველმა გელათის ტაძარში მეფე ბაგრატთან ერთად საეკლესიო კრება მოიწვია და მჭექარი ხმით გამოაცხადა. ვინც ქართველს მონად გაყიდის, ის ღვთისა და ერისგან მოკვეთილია. ის არ შეუშინდა უძლიერეს ფეოდალებს. ევდემონი თავად დადიოდა სოფლებში ეკლესიის განძითა და საკუთარი სახსრებით უგანყიდულობდა ბავშვებს და ოჯახებს უბრუნებდა. მან დაამტკიცა, რომ ქვეყნის ღალატი სწორედ საკუთარი ხალხის გაყიდვით იწყება. დღეს ეს ისტორია გვახსენებს, რომ თავისუფლება იქ იწყება, სადაც ადამიანის ღირსების გატიდვა დაუშვებელი ხდება. სანამ კომენტარებში თქვენს აზრს დაგვიწერთ და ჩვენს არხს გამოიწერთ, რომ ერთად გავაცოცხლოთ ისტორია, კიდევ ერთხელ